ეს ბიგლუა, ეს ჩემი უბნის სუგო მიკია, რომელსაც მეუვლი, ხოლო ეს კი ჩემი ახალი SUV-ა, Jetour T2, რომელიც შევიძინე იმისთვის, რომ მთელი სეზონი გადავატარო და გავტესტო, როგორ გაუძლებს ჩინური SUV ჩემს ძალიან მძიმე პირობებს. საქმე იმაშია, რომ მანქანას მე რო ხმარობ, ალბათ ეგრეთ ცუდად ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, არავინ არ ხმარობთ. შანსი არ არის, რომ წოლიანი მილიციაზე შევანელო, ცუდ გზაზე ნელა გავიარო და ასე შემდეგ. ასე რომ თუ მანქანაში რაიმე გასაფუჭებელი და ასაჭრაჭუნებელია, ჩემ ხელში აუცილებლად გაფუჭდება და აიკიდებს ხმას. მე მჭირდებოდა SUV, იმიტომ რომ ყველა სტილის მანქანა მყავს კუპე, სედანი, კლასიკური ავტომობილი, მოტოციკლეტი, არ მყავდა SUV და როდესაც სადმე წასვლა დამჭირდებოდა ხოლმე ან ვიღაცას უნდა მეთხოვა, ან მექირავები SUV და არ მინდოდა ასე გაგრძელებულიყო. ამიტომ გადავწყვიტე რომ შემეძინა SUV. თავიდან ვფიქრობდი Mazda CX-30-ს, ველოდებოდი კიდეც ცენტრში როდის ჩამოვიდოდა, მაგრამ ამ ლოდინში დავფიქრდი ერთ რაღაცაზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ Mazda CX-30 არის ძალიან კარგი მანქანა, გამოცდილია, ნაცადია და ასე შემდეგ. ხომ არ ჯობდა, რაიმე ახალი მეცადა. ამიტომ გადავწყვიტე, შემეძინა ის ჩინური SUV, რომელიც ჩემს მოთხოვნებს ერგება, არის 4x4 ვიზუალურად მომწონს და იმ საფასო კატეგორიაში ჯდება, რაც მე მჭირდებოდა იმ წუთას, $35,000 ღირს ეს მანქანა. ამიტომ მივედი Jetour-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, შევიძინე ეს ავტომობილი ნული გარბენით და ვნახოთ მთლიან სეზონს როგორ გადაატარებს. მე ამ მანქანას მთელი სეზონის განმავლობაში ყველაფერს დავმართებ, რაც შეიძლება რომ დაემართოს რა. მოვიხმარ ისე, როგორც ხმარობდი ალბათ ჩემ Toyota Camry-ს და მაგის მერე არაფერს. ვნახოთ ერთი სეზონის შემდეგ ეს მანქანა რა მდგომარეობაში იქნება. თქვენთვისაც საინტერესო იქნება და ჩემთვისაც. ხო, აქვე მინდა დავძინო, რომ ეს SUV რო ვიყიდი არ ნიშნავს, რომ სხვები ცუდია. უბრალოდ რაც SUV-ების გავტესტე, ეს არის ის, რომელიც აკმაყოფილებს ამ წუთას ჩემ მოთხოვნებს, არის 4x4-ზე, არის ისეთი, რომელიც არ დამენანება იმ საფასო კატეგორიაშია, რომელიც მე მჭირდება და მიუშვებ და წავა რა. ეს მანქანა არის სრულიად ახალი, ნული გარბენით, ამიტომ აქ CarVertical დიდად არაფერში გაუმადგებოდა, მაგრამ ისე იცოდეთ, რომ ძალიან მაგარი საიტია carvertical.com, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და მანქანის ისტორია გადაამოწმოთ. და თუ გამოიყენებთ ჩემს პრომო კოდ NIKAS, მაშინ 20%-იანი ფასდაკლება გექნებათ. ბიგლუს ხათრით დაალაიქეთ ეს ვიდეო და გადააშიარეთ.